რაც შეეხება ლარის კურსის გამყარებას, მე მინდა გითხრათ, რომ აქ არის ჩვეულებრივი სპეკულაციები მიმდინარეობს და სრულ მოლოდინები არის შექმნილი. მე მინდა მიმართო ყველას, რომ არ დააბნიოს ამ სრულ მოლოდინებმა და განცხადებებმა ჩვენი ბიზნესმენები, მოქალაქეები. მე გუშინ მქონდა საუბარი ეროვნულ ბანკთან, ასევე ფინანსთა სამინისტროს ანალიტიკოსებთან, ექსპერტებთან, რომლებიც ამბობენ, რომ ჩვენ ეს კრიზისურ პერიოდი გადავიარეთ. თუ რაღაც უნდა მომხდარიყო, მოხდა, ის შოკები, ასე ვთქვათ, ის პირველი ტალღა, ასე ვთქვათ, გაიარა უკვე საქართველოში, გადავიარეთ. ახლა ეს არის, ასე ვთქვათ, ემოციური, ასე ვთქვათ, განცხადებებით გამოწვეული, განპირობებული. ძალიან მარტივი რაღაც ხდება დღეს საქართველოში. ანუ ადამიანებს აქვთ მოლოდინი, სრულ მოლოდინი, არასწორი მოლოდინი აქვს შექმნილი, რომ ლარის კურსი კვლავ გაუფასურდება შემოდგომას. რაც არასწორია. ექსპერტების, ანალიტიკოსების აზრით, ეს ასე აღარ მოხდება. უახლოეს პერიოდში ეს მათი პროგნოზი არის. ვინაიდან ამ პირველმა ტალღამ, ასე კრიზისის პერიოდმა გაიარა. შესაბამისად, მოქალაქეები, ინვესტორები და ბიზნესმენებიც დოლარს ასე ვთქვათ, ინახავენ. რაც სწორედ განაპირობებს იმას, რომ ლარის კურსის ლარის გამყარება არ ხდება ამ პერიოდში. მაგრამ ეს აუცილებლად მოხდება, ვინაიდან რა თქმა უნდა ამ ადამიანს მოუწევთ დღეს თუ ხვალ დოლარის გაყიდვა და ლარის ყიდვა. აი ეს არის ძალიან მარტივად რო ახსნათ, ამას რა თქმა უნდა ჩემზე კომპეტენტურად რო ახსნიან ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები, ეროვნული ბანკის ექსპერტები, ანალიტიკოსები, რომლებიც ვარაუდობენ, რომ ეს კრიზისური პერიოდი უკვე გაიარა. აი ეს არის ჩემი შეფასება, რაც მე, რაზეც რა თქმა უნდა ჩვენ ვეყნობით ჩვენი ანალიტიკოსების პროგნოზებს და შეფასებებს, ასე რომ იმაჩნია, რომ ეს არის რაღაც დროებითი პერიოდი. მოქალაქეებს გაუჩნდებათ კანს და დაუბრუნდებათ, რომ ლარის კურსს რაღაც განსაკუთრებული საფრთხები და სხვა რისკები აღარ ახლავს თან. ასე რომ იმაჩნია, რომ ეს არის მოლოდინების პროცესი და ეს მოლოდინები ჩვენ კარგად უნდა ავუხსნათ მოქალაქეებს, რომ მათ არასწორი ასე ვთქვათ, გადაწყვეტილებები არ მიიღო.